ახლა ჩაუღრმავდეთ უკრაინის ტერიტორიების საკითხს, რომელიც მოლაპარაკებების რთული და მგრძნობიარე პრობლემაა. რუსეთმა სხვა პირობებთან ერთად მოითხოვა ის ტერიტორიაც, რომლის ოკუპაცია ვერ მოახერხა. ესაა დონეცკის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი. რეგიონის დაახლოებით 30%-ს უკრაინა აკონტროლებს და მას ყველაფერთან ერთად უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დანიშნულებაც აქვს. როგორ გამოიყურება საომარ-მოქმედებათა თეატრი ომიდან 3 წლის შემდეგ? არ იყო შემთხვევითი, რომ მოლაპარაკების პარალელურად თეთრ სახლში რუკა იყო გამოფენილი. ზურა პეტროსიანი ვიზუალურად და დეტალურად მოგვიყვება. საღამოშტობის ვახო, ნამდვილად 3 წლის განმავლობაში ომის გეოგრაფია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და ახლა პუტინი ტრამპის შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებულად აქტიურად განიხილება და არის საუბარი თუ რა სურს პუტინს, უბრალოდ კი რა ტერიტორიების გადმოცემას ითხოვს ომის დამნაშავე სამშვიდობო მოლაპარაკებების სანაცვლოდ. ყველას გვახსოვს აი ეს ისტორიული ფოტო, რომელსაც ახლა თქვენ დაინახავთ ეკრანზე, თეთრი სახლიდან, რომელიც გუშინ არის გადაღებული ზელენსკი ტრამპის შეხვედრის დროს, როდესაც ისინი უკრაინის რუკასთან დგანან და ანალიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის დასტური იმის, რომ სავარაუდოდ ტრამპი და ზელენსკი სწორედ ტერიტორიულ საკითხებს განიხილებოდნენ და ამაზე საუბრობდნენ. მოდით ერთად ვნახოთ თუ რას განიხილავდა ორი ლიდერი და როგორ გამოიყურება სწორედ უკრაინის რუკა ახლა ომიდან 3 წლის განმავლობაში. რუსეთს უკრაინის 3 წლიანი ომის შედეგად დაკავებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 19%, თუმცა როდესაც ვამბობ, რომ დაკავებული არის ტერიტორიის 19%, გულისხმობ იმ ნაწილსაც, რომელიც მანამდე იყო ანექსირებული 2014 წელს, მაგალითად ეს არის ყირიმის ნახევარკუნძული და ასევე დონბასის, ანუ ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების აღმოსავლეთ ნაწილი. საერთო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად იცვლებოდა გეოგრაფია 3 წლის განმავლობაში, მაინც ტერიტორია ოკუპირებული არის დაახლოებით 19%, უკაცრავად და მთლიანად ეს არის უკრაინის დაახლოებით აღმოსავლეთ ნაწილი. თქვენ ახლა რუკაზე ხედავთ თუ როგორ არის გადანაწილებული ის ტერიტორიები, რომელსაც ოკუპანტი აკონტროლებს, ეს არის მაგალითად ხერსონის ოლქის 79%, ზაპოროჟიეს ოლქის ასევე 73%, დონეცკის 76% და ლუჰანსკის 99%. ასევე პუნქტირებით ხედავთ იმ ტერიტორიას, აი აქ, რომელიც მანამდე ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, თუმცა კონტრშეტევის შედეგად უკრაინელებმა შეძლეს ამ ტერიტორიის დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი იცვლებოდა 3 წლის განმავლობაში, მაინც ხედავთ, რომ ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც აღმოსავლეთით არის, მაინც ამ დრომდე არის პუტინის კონტროლ ქვეშ. ზოგადად თუ დავაკვირდებით თუ როგორ იცვლებოდა ომის გეოგრაფია, ესე შეგვიძლია ვნახოთ, რას მიაღწია პუტინმა 3 წლიანი ომის დროს. ხედავთ, რომ დიდი მიღწევა ოკუპანტს მაინც არ აქვს. მაგალითად, აქეთ ხედავთ თქვენ 21 მარტის მონაცემებს 2022 წლის, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი იყო დაკავებული პუტინის ჯარების მიერ. გვახსოვს, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა იყო სწორედ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით კიევის ოლქის მიმდებარედ, სადაც მაგალითად ყველაზე მძიმე ტრაგედიები ვიხილეთ, ეს არის მაგალითად ბუჩეს ტრაგედია და სხვა და რა ხდება ახლა, როდესაც გვაქვს ეს მონაცემები, ანუ 17 აგვისტო 2025 წლის, ანუ მთლიანად მოვლენებმა გადმოინაცვლეს აღმოსავლეთით და მთელი ეს დაკავებული ტერიტორია, რომელიც მტერს ჰქონდა, იქ არის ახლა გათავისუფლებული და ფაქტობრივად ფრონტის ხაზი გადის აი ამ ოკუპირებულ ტერიტორიასა და ცენტრალურ საზღვრებს შორის. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად პუტინმა 3 წლიანი ომის შედეგად დიდს ვერაფერსაც ვერ მიაღწია. მოდი დავბრუნდეთ ახლა დღევანდელ დღეს, ანუ რა სურს პუტინს, რას ითხოვს მოლაპარაკებების შედეგად. ეს არის ისევ დონბასზე ვსაუბრობთ, თუმცა ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქის უკვე დასავლეთ ნაწილზე, რომელიც ცენტრალურ ნაწილს ეს ვთქვათ ემიჯნება უკრაინის და რატომ? ვინაიდან ეს ტერიტორია არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, უნდა ითქვას, რომ ორივე მხარისთვის ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილები და 3 ქალაქი, რომელიც აი ამ ნაწილში გადის. ეს არის სლავიანსკი, ეს არის კრამატორსკი და კონსტანტინოვკა. სხვათა შორის უნდა გავიხსენოთ ის, რომ სლავიანსკისთვის და კრამატორსკისთვის ბრძოლა განსაკუთრებულად სასტიკი იყო და მაგალითად ომის შემწავლელი ინსტიტუტი ამბობს, რომ ის დანახარჯი, რომელიც რუსეთის არმიამ განიცადა სწორედ ამ ორი ქალაქის დასაკავებლად, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ორი ქალაქი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პუტინისთვის. რატომ? ვინაიდან სამივე ქალაქი ერთად წარმოადგენს თავდაცვის სარტყელს და აქედან პუტინს ეხსნება გზა მომავალი დაპყრობისკენ. კონკრეტულად სად? ესე შეგვიძლია რომ რუკაზე ვნახოთ, ეს არის უკვე ომის შემწავლელი მონაცემების მომიშევწალელი ინსტიტუტის მონაცემები. ხედავთ, რომ იმ შემთხვევაში თუ პუტინი შეძლებს სწორედ ამის დაკავებას, რასაც ითხოვს მოლაპარაკების შედეგად, მას პოტენციურად ეხსნება გზა იმისთვის, რომ შემდგომ განახორციელოს უკრაინის ოკუპაცია. ხედავთ, რომ 3 ძირითადი მიმართულებით შეუძლია მას სვლა, ეს არის უკრაინის ცენტრალური ნაწილისაკენ, ეს არის ზაპოროჟიესკენ, სადაც ის ახლაც იმყოფება გარკვეულ ტერიტორიაზე და შემდგომ შეძლებს, რომ დაუკავშიროს ეს ნაწილი ყირიმის ნახევარკუნძულს და რა თქმა უნდა, ესევ ხარკოვისა და სუმის ოლქისკენ, რომელზეც ჯერჯერობით ოკუპანტი ამბობს, რომ
აი ამ მოლაპარაკებების შედეგად ის მზად არის, რომ დათმოს ტერიტორიების ნაწილი. მაგალითად, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარი მარკ კლარკი ამბობს, რომ სავარაუდოდ თუ უკრაინა დათმობს ამ ტერიტორიებს, მაშინ პუტინი შეეცდება, რომ ხელახალი დარტყმები განახორციელოს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. და რაც მივიღებთ ამ ყველაფრის შედეგად, თუ გავყვებით აი ამ თეორიულ მსჯელობას, ეს არის უკრაინის და ევროპის ის რუკა, რომლის დანახვასაც ცდილობს თავის გეგმებში პუტინი. ვხედავთ, რომ დღეს ფაქტობრივად ოკუპაციის ხაზი გადის აქ, აი ეს არის ის ხაზი, სადაც მიმდინარეობს ახლა ბრძოლები. ეს ნაწილი არის დროებით ოკუპირებული და ფაქტობრივად გეგმა არის მთლიანად აი ამ ნაწილის ოკუპაცია, რომლითაც რუსეთის პოტენციური საზღვარი უკვე გადმოინაცვლოს რუმინეთთან და მოლდოვასთან. ეს არის ის, რაც სავარაუდოდ სურს პუტინს და რისიც ეშინიათ და აფრთხილებენ მათ შორის ანალიტიკოსები, მათ შორის უკრაინასაც იმ შემთხვევაში თუ ის დათანხმდება აი ამ მოლაპარაკებებს, თუმცა უნდა ვნახოთ რა მოხდება. ზოგადად ის, რომ უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი ამ დროისთვის არის გათავისუფლებული, ამაში უდიდესი წვლილი, რა თქმა უნდა, მიუძღვის უკრაინის მოკავშირეებს, დასავლეთ შეერთებულ შტატებსა და ასევე ევროპის ქვეყნებს, რომლებიც დღესაც არიან მთავარი მხარდამჭერები და შეგვიძლია ვნახოთ, როგორ გამოიხატებოდა მათი მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსურ საკითხებში, ანუ რამდენი ფული დახარჯეს აი ამ ქვეყნებმა იმისთვის, რომ უკრაინას შეძლებოდა ამ ტერიტორიების დაბრუნება. ეს არის მონაცემები, რომელიც დღეს მაგალითად CNN-მა გამოაქვეყნა, შეერთებულ შტატების შემთხვევაში ეს არის 184 მილიარდ დოლარზე მეტი, ხოლო ევროპის შემთხვევაში არის 217 მილიარდ დოლარზე მეტი. გასაგებია, რომ ევროპის კონტრიბუცია გაცილებით უფრო დიდია, ვინაიდან უკრაინა მაინც არის ევროპის ნაწილი და ხვდებიან ევროპელები, რომ თუ არა უკრაინა ფაქტობრივად რუსეთის შეჩერება იქნება შეუძლებელი. და საინტერესოა ის, რომ ომის კვალდაკვალ ძალიან იცვლება უკრაინელების განწყობა, როგორ ხედავენ ისინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს. რას ფიქრობდნენ უკრაინელები ომის დაწყების პირველ წელს და ახლა როგორ შეიცვალა მათი განწყობები, ანუ უკრაინელების დამოკიდებულება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. მაგალითად, უკრაინელების 73% 2022 წელს ამბობდა, რომ უნდა იბრძოლონ ომში გამარჯვებამდე და მხოლოდ 22% ამბობდა, რომ საჭირო არის სამშვიდობო მოლაპარაკებები. თუმცა რა თქმა უნდა, ხანგრძლივი ომი არის ძალიან დამღლელი, როგორც ვთქვით და განწყობები იცვლება. ბოლო მონაცემები არის უკვე 2025 წლის მონაცემები. აქ ხედავთ, რომ ბოლომდე ბრძოლის მომხრე არის დაახლოებით 24% და უკვე ეს არის მონაცემები, რომელიც დაახლოებით 1 კვირის წინ გახდა ცნობილი, ანუ აი ამ მოლაპარაკებების პარალელურად და 79% ადამიანების ამბობს, რომ საჭირო არის სწორედ სამშვიდობო მოლაპარაკებები. მოკლედ, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ამ შემთხვევაში. ცხადი არის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ბევრი იქნება დამოკიდებული, თუმცა მთავარი ამომავალი წერტილი არის სწორედ გარანტიები, რომელიც უნდა მისცეს შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უკრაინას და აქ საუბარი არის განსაკუთრებით მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებზე, რომელიც შეძლებს, რომ დაიცვას ქვეყანა რუსეთის მორგი აგრესიისაგან და ვხედავთ, რომ ამის რისკი არსებობს, მათ შორის იმ გათვლებით, რომელიც მე წარმოგიდგინეთ.